სხვაგან გვეძახიან, რომ აბა მოდით, რა გინდათ, ერთი დღე რა მოხდება, არაფერი არ მოხდება, მაგრამ საქმე აქ არის გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ სხვა რაც არ უნდა ამ ტელევიზიებმა ჩაგვაცივდნენ, სხვა რაღაცა სასწაული გეგმა, რა გაქვთ დღეს გეგმაო, რას გამოაცხადებთ ხვალო, რა იქნება ამ კვირის გეგმები, იგივე და იგივე. იმიტომ ჩვენ ამ გეგმით არ ვიღლებით, იმიტომ ეს არის ხალხის ნება, ხალხის ნების გამოჩნდება, ეს არის ხალხის სიმტკიცის გამოჩენა, რომელიც არის ურყევი და იქნება ბოლომდე ურყევი და ამისი ეშინია პირველ რიგში სააკაშვილის, ამისი ეშინია ხელისუფლებას, ამიტომ არის სააკაშვილი წასული სადღაც და დაკარგული ამ დღეებში, იმიტომ აღარ იცის რა დაუპირისპიროს ამ ხალხს, რომელიც ჯიუტად დგას და ძალიან უნდათ რომ რაღაცა შემოგვიჩიჩინონ, რომ აბა თქვენ სხვაგან წადით, სხვა რამე გააკეთეთ. დიახ, ყველაფერი სხვასაც გავაკეთებთ. დანარჩენ ყველაფერი სხვას. რეგიონებსაც და მწვავე აქციებსაც, სადაც საჭირო იქნება და თუნდაც უცხოელებთან ლაპარაკს, სადაც საჭირო იქნება, თუ საჭირო იქნა, შეიძლება კიდევ წავიდე, მაგრამ აქ კეთება მთავარი საქმე. ეს არის მთავარი საქმე. თქვენ გულში არის მთავარი საქმე. თქვენ რწმენაში არის მთავარი საქმე. ჩემ რწმენაში არის მთავარი საქმე და ჩვენ ურთიერთნდობაში არის მთავარი საქმე. ის ნდობა, რომელიც აღარ არსებობს ხელისუფლების მიმართ, ის ნდობა, რომელიც ძალიან უნდათ რომ გატეხონ ჩვენ შორის და რაღაცეებს ავრცელებენ, ის ლიდერი, ეს ლიდერები რა უცნობი არ ზის კიდევ საკანში და მე არ ვდგევარ აქა კიდევ დღესეც როგორც ყველა სხვა დღეს. რა ნდობა არის გატეხილი, რა იმედი არის გაწრუებული, როცა თქვენ აქ მოდიხართ ყოველივე დღე იმ საათზე, როცა უნდა მოხვიდეთ. ეს არის ჩვენი უზარმაზარი ძალა და ჩვენ არა გვაქვს სხვა გზა. ვინც ფიქრობს, რომ სხვა გზა არსებობს, ის ძალიან ცდება. იმიტომ სხვა გზა არის მხოლოდ ერთი. სხვა გზა არის მხოლოდ უკან დახევის გზა. სხვა გზა არის მათი გაძლიერების გზა. სხვა გზა არის უმტკიცესი დიქტატურის გზა, რომელიც გადაგვივლის ისე როგორც არასდროს არ გადაუვლია არავიზე. ამიტომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ჩვენ აქ არ დავიხებთ. ჩვენ წინ მივდივართ ყველანი ერთად, ყველა ამ გზაზე, რომელიც არის ჩვენი არჩეული მშვიდობიანი გზა, რომელიც არ მოიცავს სასწაულებს, მაგრამ მოიცავს ბოლოს ყველაზე დიდ სასწაულს, რომელსაც ქვია გამარჯვება. სასწაული არის ის, რომ 9 აპრილს ამდენი ხალხი მოვიდა. სასწაული არის ის, რომ 53 დღე აქ ვდგევართ, ვითომც არაფრისთვის. სასწაული არის ის, რომ ხელისუფლება დღეს ვერაფრის გამკეთებელი ვეღარ არის. არანაირად აღარ აქვს არანაირი რესურსი, ყველაფერი გამქრალი არის, გინდ ეკონომიკაში, გინდ გარეთ და სხვათა შორის დღეს რომ ოსეთში ტარდება არჩევნები, რომელზედაც ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და არა მხოლოდ ვერ აკეთებს საქართველო ვერაფერსაც ვერ აცხადებს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დროს სადღაც ისვენებს და სად არც ვიცით. ეს არის ამათი უსუსურობის დამტკიცება და ეს არის ჩვენი შედეგი, ჩვენი 53 დღის შედეგი. ჩვენ უთუოდ უნდა ეს დავინახოთ 26 მაისის უზარმაზარი სასწაული, ჩვენ არა გვაქვს ნება რომ არ დავინახოთ და ჩვენ არ უნდა შევხსნეთ, რაც არ უნდა ყოფილიყო. შეიძლება ვარიანტები 26 მაისის 26 მაისს სასწაული სხვა არ იქნებოდა გარდა ის ხალხის გამოჩენა, გარდა ამ ხალხის ნების გამოჩენა. მთელი საქართველო დგას, არავინ არ თქვას და არავინ არ მიაყენოს შეურაცხყოფა რეგიონებში ზუსტად ასეთ განან ხალხი. ის რომ იქ სხვა სიტუაცია არის, სხვა ზეწოლა არის, რომ ჩვენ ვართ შედარებით იმ ქალაქში, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება შარშან, ჩვენი ბრძოლებით აქ მოვიპოვეთ მეტი, ვიდრე მათ შეუძლიათ იქა. მაგრამ ვინ იტყვის, რომ რეგიონებში განწყობა არ არის იგივე? მე არ დავიჯერებ არასდროს,
რომ ახალია სამეგრელოში განწყობა არ არის ზუსტად იგი როგორც თქვენ გულში მე არ დავიძრებ არასდროს რომ იმ დევნილების გულში რომელმაც შარშან ნახეს ამ ხელისუფლებამ რა გაუკეთა ლიახვის ხეობაში და ახალგორის რომ იქ მათ გულში სხვანაირად იყოს განწყობა და ნაკლებად მტკიცე ვიდრე ჩვენში ასე რომ ჩვენ შეურაცხყოფას კი მივაყენებთ რეგიონებს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ერთად ვართ ამ ბრძოლაში და ეს ჩანს ყველგან როგორც კი ჩვენ ვაძლევთ რამე საშუალებას რომ აქ ჩამოვიდნენ ჩამოდიან და აქ დგანან ჩვენთან ერთად და იდგებიან ჩვენთან ერთად ბოლომდე ეს არ გამორიცხავს რომ ჩვენს გავიდეთ და მეც მზათა ვარ რომ გავიდე იმათთან ვინც აპირებს რომ უფრო მასშტაბური აქციები რეგიონებში მე მზად ვარ ყველაფერზე და ყველაფერზე წავალ თუ კი ბოლოში იქნება ის იმედი რომელიც არ იქნება და ის შედეგი რომელიც არ იქნება თქვენი იმედის გაცრუების შედეგი და ამაზე მე ყველაფერზე წავალ ყოველდღიურად რომ ჩვენ მივიდეთ ამ გზის ბოლოს რომელიც არის ესოდენ ახლო მაგრამ მხოლოდ თუ ჩვენ ვიდგებით მტკიცეთ როგორც ვიდექით 53 დღე და ამაში მე ვარ დარწმუნებული ცოტა უნდა შევახსენო ჩვენ მამაკაც ლიდერებს რომ უფრო მხნეთ იდგენ იქ სადაც თქვენს დგეხართ და ამაშიც ვარ დარწმუნებული პრობლემა არ იქნება იმიტომ კარგ შევახსენებთ ამას და ხვალიდან იწყება ახალი ეტაპი ყოველი დღე არის ჩვენი ბრძოლის ბოლო ეტაპი ვინც ამას მიბრუნებს ამ სიტყვებს და მეუბნება რომ თქვენ ხო ამბობდით რომ 26 მაისს 27-ს დიახაც ვამბობდი ყოველი დღე ჩვენ უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ ვით იყოს ეს ბოლო დღე და მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ ნამდვილად ჩვენ იმდენი უკვე მოვიპოვეთ იმდენი გამარჯვება იმდენად ჩვენ შიშველი ხელებით და არანაირი ძალით ესენი გავიყვანეთ ყველანაირად პოლიტიკური თამაშიდან რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ეს არ დავინახოთ რომ ღმერთს ამაზე მადლობა არ ვუთხრათ მაგრამ ღმერთისგან კი არ უნდა ველოდოთ დანარჩენ დღეებში ბრძოლაში გამარჯვება ჩვენგან უნდა ველოდოთ ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ვიცოდეთ რომ ჩვენ ვართ სამართლიან გზაზე რომელიც ან ხვალ ან ზეგ ან მაზეგ მოგვიტანს იმ ბოლო გამარჯვებას და გვიბრუნებს ჩვენ არჩევანის უფლებას რომელიც არის ჩვენი ყველაზე უწმინდესი უფლება ამის გარეშე არ არის ადამიანი არ არის ქრისტიანი არ არის ქრისტიანული ერი თუ არ აქვს მას არჩევანის უფლება თუ არ აქვს მას თავისუფლება და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ძალიან კარგად ვიცით რისთვის ვიბრძვით და როგორ ვიბრძვით ეგრე მშვიდობიანად მტკიცეთ და ბოლომდე და ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო გაიმარჯვებს